ბოლო პერიოდია, ბოლო დღეებია ამერიკიდან საქართველოსაც აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას. მე ვფიქრობ, რომ იმსხრევა ასეთი მითი, რომ ვაშინგტონს შეერთებულ შტატებს, ზოგადად საქართველოს და ვაშინგტონს კონკრეტულად თბილისი არ აინტერესებს რეალურად. ჩემი ფიქრით აინტერესებს და მერე და როგორ ძალიანაც აინტერესებს. მაგრამ ფაქტია, რომ ოდნავ გვიან მოგვაქციეს ყურადღება ჩვენ ვაშინგტონიდან და მე ვვარაუდობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყურადღების ცენტრში უფრო მოექცევა ჩვენი ქვეყანა. სხვა საქმეა, რამდენად გაიგონებს ხმას ვაშინგტონიდან, ოკეან გაღმიდან, ოკეან გამოღმა ქვეყნის, მე მაინც ასე ვიტყვი, ქართული ოცნების ხელისუფლება. ჯერჯერობით ქართული ოცნების ხელისუფლებას არაფერი საამისო არ ეთყობა, მეთქი ამასაც თუ ვიტყვი, გადაჭარბებული სულაც არ იქნება. კიდევ ერთი საკითხია, რამდენად გამკაცრდება ტონი ვაშინგტონიდან დროთა განმავლობაში და მაგალითად რუბიო იქნება თუ რომელიმე სხვა პირი იქნება თუ არა უფრო მკვეთრი, უფრო მძაფრი, შემიძლია ასეც ვთქვა. აი ჟღალი კაცი როა, ჟღალკაც რო უწოდებენ პრეზიდენტი ტრამპი 47-ე პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა, ხომ არ გააკეთებს ებად ისიც კი თვით ტრამპი განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით. მე არ დავბალავ, რომ ამის ბოლოდინი მაინც და მაინც არ მაქვს, მაგრამ მეორე მხრივ ჟღალი კაცი, იმიტომ ასე არის ჟღალი კაცი, რომ ასე არასტანდარტულად მოქმედებს არც თუ იშვიათად. ნაუსვათ უნდა კითხვა ამგვარი, რა ბერკეტები აქვს შეერთებულ ზოგადად დასავლეთს და საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულად შეერთებულ შტატებს. რა ბერკეტები აქვს შეერთებულ შტატებს და ეხლა ერთი უცნაური სიტყვა უნდა თქვა, რომ ივანიშვილმა და საქართველოს ხელისუფლებამ საქციელი შეცვალოს, რატომ არის ეს უცნაური სიტყვა მეორე მხრივ, სულაც არ არის, სწორედ საქციელის შეცვლისაკენ და სხვა ტრაექტორიით მოძრაობისაკენ მოუწოდა ხსენებულმა მარკო რუბიომ საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე ხნის წინ. მე ორ სიტყვასაც ვიტყვი, დამატებით ორ სიტყვას ვიტყვი. ყველაფერი დაიწყო სწორედ ამ 5-6-7 დღის წინ, როდესაც კონგრესმენმა ვილსონმა, რომელიც ეგრა მაგის პასუხია და პრაიმერისში გამარჯვებულია და გარკვეულზე მაღალი ალბათობით კიდევ ერთხელ იქნება ჰაუსის წარმომადგენელი კონგრესში არჩეული. მარკო რუბიოს მხოლოდ შეკითხვით კი არ მიმართა ერთია, რომ აი what do you think, რა ფიქრობთ თქვენ, არა. მარკო რუბიოსთან კომუნიკაცია ამგვარი იყო, ვილსონმა საკუთარი შეფასებები გააცნო სახელმწიფო მდივანს. და უკვე შემდგომ ძალიან საინტერესო დეტალია ეს, მარკო რუბიო თავიდან ბოლომდე დაეთანხმა კონგრესმენ ვილსონს. ანუ ის კი არ იყო, რომ აი რაღაც მე არ გეთანხმებით ამაში, მაგრამ კარგით აღარ გვიდა ამ თემაზე ლაპარაკი და მეკიპა, არა. თავიდან ბოლომდე მარკო რუბიო დაეთანხმა კონგრესმენ ვილსონს და კონგრესმენი ვილსონი და მით უფრო მარკო რუბიო მხოლოდ საკუთარი სახელით არ საუბრობენ. გაუბედავ და ვიტყვი, მთელი შეერთებული შტატების სახელით საუბრობს განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი მარკო რუბიო. მერე იყო კონგრესის აქტი, სწორედ ქვედა პალატაში, მიღებული ერთხმად და ორპარტიული მხარდაჭერით ჩინური გავლენების შესწავლის თაობაზე და ანგარიშის მომზადეს ამასთან დაკავშირებით და სახელმწიფო დეპარტამენტს მათ შორის აქვს გარკვეული ვადა იმისთვის, რომ შეისწავლოს ეს ამბავი. მოკლედ ამბავია საქართველოსთან მიმართებაში ძალიან საინტერესო და მერე სულ ბოლოს გუშინ პრაქტიკულად კი არა, ნამდვილად თბილისის დროით გუშინ იყო ძალიან საინტერესო ამბავი. საქართველოს ხელისუფლებამ თითქოს ჯინაზე დაიწყო ხოდაწყებული ჰქონდა, მაგრამ კიდევ უფრო აქტიური მოძრაობა ჩინეთის მიმართულებით. თითქოს ჯინაზეო ამას რომ ვამბობ, მე მესმის რომ ეს დაგეგმილი იყო გაცილებით ადრე, ეს ყველაფერი ასებულია დაემთხვა, ეს ყველაფერი შემიძლია ვთქვა ხმამაღლა და არ მომერიდება და არ ვამბობ იმას რომ უნდა გადაედო საქართველოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია რომ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებს საქართველოს რესპუბლიკა, მისი ხელისუფლება, ეს მაშინ როდესაც ამერიკიდან სულ სხვა სიგნალები ისმის. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. პოლიტიკის მიმოხილველი ამგვარი ორგანიზაცია GAFA, Georgian, ესე იგი ქროთარგლოთ საქართველოს ამერიკის ალიანსი, ხო არ ვწდები ბატონო გიორგი ბარამიძე მიერთება. მე ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან სხვათა შორის დაუსფლებას მივცემ და ვიტყვი რომ ბატონო გიორგი არის ხსენებული პრეზიდენტ ტრამპის ჟღალი კაცის თავგადაკნული მომხრე, მისი პოლიტიკის მომწონებელი და
ამხსნელი როგორ რამდენად სწორად მოქმედებს პრეზიდენტი ტრამპი დასაკვირველია ოპონენტებს აქვთ მასთან კრიტიკის უფლება მე ოპონენტების მხოლოდ ეთერში და მეყოლება კიდეც მაგრამ ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი ჩემთვის მნიშვნელოვანია ამერიკიდან როგორ ჩანს საქართველო თქვენის ნებართვით ბატონო კიდევ ერთხელ მოგესალმებით და პირველი კითხვა ასეთია აი ამოიჩემა საქართველოს ხელისუფლებამ კონგრესმენი ვილსონი ასეთი ცუდი კაცია მეკთამეა ბაქია ამ არც თუ სერიოზული კითხვით დავიწყოთ თქვენის ნებართვით და მე უკვე ფრიად სერიოზულ თემებზე გადავიდეთ მათ შორის ახლო აღმოსავლეთზე ირანზე შტატების პოლიტიკაზე ჩინეთზე შტატების პოლიტიკაზე საქართველოზე ცხადია უკრაინაზეც თუ მოვახერხებთ და ასე შემდეგ მაგრამ აი ვილსონზე მითხარით ორი სიტყვა არაგავლენიანია ბაქია მეკთამეა არაკომპეტენტურია გამარჯობა ირაკლი მივესალმები თქვენს აუდიტორიასაც დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება მიმართო ყველას თავიდანვე დაგეთანხმებით სანამ შეკითხვას გავცემ და ვიტყვი რომ აქცენტების ავსებით სწორად განათავსეთ ყველგან დასაწყისშივე როგორც დაწყებული ამერიკიდან ვილსონთან დაკავშირებით და ასევე რუბიოსთან დაკავშირებით და ამ საკითხებს შევეხებით პირდაპირ გადავალ თქვენი შეკითხვის პასუხზე ამერიკელ მოსახლეობაში ალბათ ხელისუფლების შტოებს ჩამოთვლით კონგრესს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს პარტიების მიხედვითაც დავყოფთ კიდევ უფრო დაბლა მიდის რეიტინგი ლაპარაკია დემოკრატებზეც და რესპუბლიკელებზეც მაგრამ კონგრესი როგორც ყველაზე ნაკლებად სანდო ორგანოა ამერიკაში და ამას თავისი მიზეზი აქვს წარმომადგენლობით პალატაში როგორც სენატორებს ასევე წარმომადგენლობით პალატაში კონგრესმენებს სხვადასხვა ჯურის და სხვადასხვა თუნდაც მცირე დაჯგუფებების წარმომადგენლები არიან ამერიკაში და შესაბამისად ძალიან ჭრელი ხალხი ხდება. თუ კონგრესმენ ვილსონზე ვილაპარაკებთ, მსგავსი არაფერი არათუ ახლოს ან შორს მდგარი წუნიც არ არსებობს ან მოსახლეობის მხრიდან მაინც რომ ან რაღაც კორუფციულ გარიგებაშია, რაღაც საეჭვო გარიგებაშია, ან ძალაუფლება არ აქვს. ის რომ ის გავლენიანია და მის სიტყვას უსმენენ, ეს თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ის რაც მოხდა კონგრესში, რაც ჩვენ ნახეთ ახლა რუბიოსთან საუბრის დროს, თუ ადამიანი კარგად ეიცნობს ამ ურთიერთობას, რაც მოხდა იმ წუთში კონგრესში, ეს არ არის უბრალოდ შემთხვევით ჯორჯ ვილსონის მიერ დასმული შეკითხვა და მე შემთხვევით პასუხობს ამას რუბიო ასე ზედმიწევნი და სრულფასოვნად. ვინც კარგად იცის რა ხდება კულისებში, მეტნაკლებად შეთამაშებულია ეს და ზუსტად იცის ორივე მხარე, რომელიც არ არის ლაპარაკი ერთმანეთის კონკურენტებზე, არამედ ორივე რესპუბლიკური მხარეა, როგორც კონგრესმენი, შეკითხვის დამსმელი, ასევე მოპასუხე მთავრობა. გარკვეულ შეთამაშებას თითქმის ყოველთვის აქვს ადგილი. შესაბამისად, ეს ნებისმიერ პროფესიულ საკითხში ესე ხდება, მე ამ შეკითხვას დავსვავ, რომ შენ მოგეცე საშუალება ასე გაეცე პასუხი. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ მეორე დღესვე კონგრესი გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ანუ აქ არ არის ლაპარაკი შეთქმულების თეორიებზე, აქ არ არის ლაპარაკი შეთანხმებაზე, როგორც კანონმდებლობის, ისე აღმასრულებელ შტოებს შორის. ზუსტად, აბსოლუტურად მართალი მზადებით, აბსოლუტურად გეთანხმებით. ანუ ეს უნდა ზუსტად მაყურებლისთვის კარგად. ეს არის step by step განვითარება, აი ნაბიჯი ვითარდება პროცესი. შემთხვევით სხვა სიტყვებით ვთქვათ, სპონტანურად კი არ ცუდი სიტყვა ვთქვათ, კი არ წამოუყრანტალებია ვილსონს. ეს ყველაფერი, ოღონდ ისიც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ეს აი რაღაც სპექტაკლი, ხო? ეს ყველაფერი არის შეთამაშება. ყველამ შესანიშნავად იცის, როგორი აქცენტები უნდა იყოს როდის დასმული და შესაბამისად მარკო რუბიოს როცა ამბობს, რომ მე გეთანხმებით არსებითად, ხო, და დაახლოებით ამ სიტყვას სამწინადებას წარმოთქვამს, ესეც შეთამაშების ნაწილია სპექტაკლს, ნუ დავარქვევთ ამ ყველაფერს კეთილი. მაგრამ ამგვარი კითხვა მაქვს, თქვენს ნებართვით და ეს რაღაც იმპროვიზაციას მიმართავ. მიაკაკუნებს კი კონგრესმენი ვილსონი ან ზედაპალატის ცალკეული წარმომადგენლები, მათ შორის დემოკრატებიც, რომლებიც საქართველოს მეგობრები იყვნენ წლების განმავლობაში, მიაკაკუნებენ თუ არა, ახლა მთლად უმაღლეს პირზე ვილაპარაკებ, პრეზიდენტ ტრამპის ოვალური კაბინეტის კარზე. იმიტომ რომ მესმის რომ მარკო რუბიოს დონემდე აიწია და უდავოდ პატივისცემა აქვს ჩემი მოსაზრებით ბოლო პერიოდის საუკეთესო სახელმწიფო მდივანს, თუმცა შესაძლოა საკამათო. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის დონემდე ჯერჯერობით მაინც არ აწეულა, არა და პრეზიდენტი ტრამპი,
აგე პაშინიანს ულოცავს 2 დღის წინ. კავკასიაზე ყოველი პუტრირებ, მაგრამ ყოველი 10 სიტყვიდან 7 ჯერ ლაპარაკობს კავკასიაზე, იმიტომ რომ კავკასია მართლა კარგი თვალსაჩინოებაა მისი შვიდობის პოლიტიკისა, წარმოუდგენელი რა მოხდა. იქ შეიძლება ვიკავათოთ პაკისტანსა და ინდოეთს შორის შედგა თუ არა საბოლოო შვიდობა. ან მართლა 8 ომი დაამთავრა თუ 7-დან 6.5, მაგრამ აი კავკასიაში რაც მოხდა, ამასთან დაკავშირებით მისი ოპონენტებიც კი, ალბათ, აი კვეთრი ოპონენტებიც კი ამალა არიცი რომ გამოვიდეს მისი ოპონენტებმა რა ვთქვი, მაგრამ მაინც ხო ისიც კი ვერაფერს მიედავება პრეზიდენტ ტრამპს. მოკლედ, კითხვა ცოტა ლაკონურად ჩამოვაყალიბო. კონგრესმენები თუ სენატორები მიუკაყუნებენ თუ არა და უბიძგებენ თუ არა პრეზიდენტ ტრამპს თქვენი მოლოდინით, რომ მანაც გააკეთოს განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით. მესმის შეკითხვა და გავასწორებ შეკითხვას თუ უფრო ადვილი იქნება გაგება და პასუხის გაცემა. გავასწორებ იმ ხრივ, რომ მიმართულება არ არის ქვევიდან ზემოთ. მიმართულება არის ზემოდან ქვემოთ. გულისხმობ ეს მიკაკუნება არ არის საჭირო, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევხედავთ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ფიგურები ჭადრაკ, სოფლიო ჭადრაკის დაფაზე და სამოქმედო გეგმა დაიწერა არჩევნებში გამარჯვების მდეც კი 2024 წელს ნოემბერში, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვა ტრამპმა, სავარაუდოდ გეგმა უკვე მთელი მსოფლიოში მოქმედებისთვის და ყველაფერი რაც ჩვენ ნახეთ და კიდევ ვნახავთ მომავალში, დიდი გეგმა და ვექტორები დაისახა დეკემბერში 2020 წელს. რა თქმა უნდა, მე არ ვიცი ზუსტად როდის დაისახა, მე ვლაპარაკობ მანამდეც კი სანამ ინაგურაცია მოხდებოდა. ეს არ არის გეგმას მიყვება ტრამპი, ანუ გადახვევენ. აბსოლუტურად. გადახვევენ და რა ზოგადად თუ დააკვირდებით რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც ტარიფების ომი და მიუნხენისში ჯეი დი ვენსის გამოსვლა პირველი 2025 წლის თებერვალში, მერე რუბიოს გამოსვლა 2026 წლის თებერვალში, რა ხდება პანამაზე, პანამის არხზე, რა ხდება გრენლანდიაში, რა ხდება ვენესუელაში, მერე რა ხდება იაპონიაში, ამერიკა, თუნდაც ევროპაში, რა ცვლის ამერიკა, მერე რა ხდება იგივე პაკისტანსა და ინდოეთს შორის. ეს არის ერთი ჯაჭვი. მეტიც, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ ირანში, ესეც ერთი ჯაჭვია, ეს არ არის მხოლოდ ირანთან დამოკიდებულება და სპონტანური, ეს არის ჯაჭვი, დიდი ჯაჭვი. ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ სახელი აქვს სპონტანურობის და ხან რას ამბობს და ხან რას ამბობს, აბსოლუტურად ლოგიკური ჯაჭვია და კიდევ ძალიან განჭრეტადია. ის თვითონ ტრამპის მოქმედებები ძალიან განჭრეტადია, თუ უკან დავიხევთ ოდნავ და შევხედავთ. ამიტომ შესაბამისად შეკითხვა მიაკაკუნებს თუ არა რუბიოს ეს მოქმედება, კონგრესმენების ეს მოქმედება ტრამპისკენ, არა, არ მიაკაკუნებს. პირიქით, მიმართულება არის ზემოდან ქვემოთ. პირიქით, თეთრი სახლიდან მოდის ეს მოძრაობა და აქამდე გაჩერებული იყო და ჩვენ პირველად ვნახეთ, რომ ეს გამოაშკარავდა საქართველოზე. მართალია, რაც აღნიშნეთ ირაკლი დასაწყისშივე, მითქმა მოთქმას ქონდა თავისი საფუძველი. ქონდა თავისი საფუძველი, იმიტომ რომ პირველად სიტყვა საქართველო რუბიოს პირიდან ამ თანამდებობებზე, როდესაც არის, პირველად გამოვიდა მისი პირიდან, რომ ახსენა საერთოდ საქართველო. ესეც მიზანმიმართული იყო, რომ აქამდე არ მოხდა ამის გაკეთება, რომ სხვა რაღაცებს აკეთებდნენ, ამისი ჯერი მოვიდა. შესაბამისად, ვექტორი არ არის ქვემოდან ზევით, ისინი არ აკაკუნებენ ტრამპის კარიერას. ეს მიყვებიან იგივე გეგმას, რაც ტრამპმა მოიტანა. მე დაგეთანხმებით, ანუ მივიღებ ამ მარტივული კონოტაციით შენიშვნას. კი ბატონო, ეს არის ვექტორის ზემოდან ქვემოთ, გადაწყვეტილება მიღებულია თლად ოვალურ კაბინეტში და შესაბამისად ამ სტრატეგიის თანახმად მოქმედებს, მაგრამ სხვა ფორმულირებით ჩამოვაყალიბებ ამ კითხვას და ისევ კავკასიის რეგიონს ვახსენებ. ამ თუნდაც ზემოდან ქვემოთ სტრატეგიაში, ანუ ტრამპიდან არ ვიცი ამ მნიშვნელობა აქვს რომელიღაც კონგრესმენამდე. ხო ან აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლამდე. საქართველო თქვენთვის არ იყოს და მეც ესაუბრიშდი, რომ პირველად მოხდა ფოკუსში ხოშხოში ასე ღიად. მარკო რუბიომ პირველად ახსენა. მარკო რუბიო მეორე ის გარკვეულზე მაღალი ალბათობით პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება, გარკვეული ალბათობით, თუ გდებათ ასე მითხრა 28 წლის ნოემბრისთვის და შეიძლება 29 წლის იანვრისთვის საერთოდ ოვალურ კაბინეტში შევიდეს ტრამპის პოზიციასაც დიდი მნიშვნელობა ეხება ცხადია ამასთან დაკავშირებით. კავკასიის რეგიონი არ შეიძლება განიხილო twinier საქართველოსი. საქართველოსგან მოწყვეტილად. საქართველო არ არის სხვა რეგიონის, ამ რეგიონი. შეერთებული შტატები
ფორმულირება ალბათ ასეთი სჯობს რომ იყოს კავკასიის რეგიონის 2/3-ში შემოვატაყოდნენ თუ 3/3-ს ანუ საქართველოს ჩათვლით იქნება ფრიად აქტიური საქართველოს როგორც შუადერეფრის ქვეყანა საქართველოს როგორც დემოკრატიის ოდესღაც წინ წასული ქვეყანა ახლა ჩანჩალა რასაკვირველია დემოკრატიის კუთხითაც და ასე შემდეგ. მარტივად რომ ვილაპარაკოთ ნაცრისფერ ზონას დატოვებს საქართველოსთან შეერთებული შტატები თუ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ კავკასია იყოს ერთიანი როგორც თავის დროზე ბალტიის სახელმწიფო იყვნენ აფრიკის სახელმწიფოები იყვნენ ასე მაგალითად. მით უფრო გამიგზავნა კითხვა ისევ რომ ეს ალბათ თავარი საკითხი კავკასიის რეგიონში რაც იყო სპლიტის საფუძველი გაყოფის საფუძველი ეს უკვე მოდი მაინც ვიტყვი ასე თითქმის მოწელს ყოველ შემთხვევაში საბოლოოდ მოგვარდება აზერბაიჯანს სომხეთის კონფლიქტს გულისხმობ. კარგი შეკითხვაა და ალბათ არ მარტო ამ ეტაპზე, არამედ მთლიანად ჩვენი ისტორიის მანძილზე უახლეს ისტორიას გულისხმობ თუ ამ შეკითხვის პასუხის კარგი ანალიზი და კარგი გააზრება საშუალებას მოგცემს ჩვენი როლი დავინახოთ სოფლიო დინებებში. ამერიკა ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებებით გვაჩვენებს, რომ ის აუცილებლად დაინტერესებულია ამ რეგიონით და საქართველოს ამ რეგიონიდან ვერ ამოვარდება. ფაქტია, რომ უკვე თუნდაც რომ ჩახედოთ დოკუმენტს, სადაც ლაპარაკია ჩინეთის გაძლიერებულ როლზე ამიერკავკასიაში, ძირითადი აქცენტი და პრაქტიკულად ნახსენებია მხოლოდ საქართველოს. რომ საქართველოსია და კარგი შეფასება მისცეს სხვათა შორის თვითონ ირაკლი კობახიძემ, როდესაც საშემოდგომო ახსენა, მე ზუსტად საშემოდგომოს შტაბ-ბიჭდილება გამიჩნდა. დრო აქვთ მიცემული. ერთი პოლიტპატიმრების საკითხის გადასახედად 180 სიდღე აქვთ მიცემული და გახსნილი ღია დოკუმენტი უნდა წარადგინოს რუბიომ დაყრდნობით, პენტაგონზე დაყრდნობით, სამხედრო ორგანიზაციაზე დაყრდნობით და 1 ოქტომბერს, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, ასევე რუბიომ უნდა წარადგინოს დახურული დოკუმენტი, სადაც პირდაპირ არის აღწერილი რუსული და ჩინური გავლენა. ერთინადებაში დავამთავრებ. სენატის აქტი ხო სენატის მიერ დამტკიცება ხო სჭირდება, ასე გადაწყვეტილებადაც თუ ამბობთ, ხო ჯერ ზედაპალატა უნდა გაიაროს, თუ არ ვწდები. გასაგებია და არ მგონია სენატში პრობლემა გქონდეს ამას, იმიტომ რომ დოკუმენტი უბრალოდ მოითხოვს რუბიოს სააგენტოსგან, სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტოსგან, რომ წარადგინოს მოხსენება ამ და ამ ვადებში. სენატში მით უმეტეს პრობლემა არ ექნება, იქ არა მარტო რესპუბლიკელები, არამედ დემოკრატებიც უჭერენ და არანაირი პრობლემა ამ საშემოდგომოს ჩაბარების არ იქნება არც დემოკრატების, არც რესპუბლიკელების მხრიდან. რა მინდოდა მე თქვა თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით არის ის, რომ უნდა არ უნდა ეს არის დინება. დინებას ქმნის დიდი სახელმწიფოები მსოფლიოში. ტყუილია რომ პატარა სახელმწიფოებმა შექმნან მოძრაობები ისეთი რომ შეცვალონ მთლიანად ჩამოყალიბებული სტრუქტურა მსოფლიო ეკონომიკის. ასეთ რაღაცებს ცვლიან მხოლოდ დიდი სახელმწიფოები. უნდა არ უნდა საქართველოს მოყვება ამ დინებაში. რამდენად პირველები ვიქნებით ჩვენ და რამდენად ავყვებით, რამდენად სხვა პატარა გემებს გავასწრებთ, ან წარმატებული გემები ვიქნებით, ამ დინებაში ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ გინდა არ გინდა ეს ჩვენი ნავი იმ მიმართულებით წავას, რა მიმართულებასაც დიდი სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ამერიკა აყალიბებს. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ფართოდ გაშლილი ალქნებით მივალთ და რამდენად წარმატებული მივალთ იქ, სადაც დინება მიდის. გიორგი, მადლობა პასუხისთვის. ერთი ამბავის და ერთი თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები, ცხადია ინგლისურადაც უნდა ითქვას და პირველ ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები უპირველესად ის უნდა იყოს რაღაც ძლავრი ქვეყანა. ტრამპმა დააბრუნა ის, რამდენად წარმატებით ვიკაბათოთ. უკეთესად შეიძლებოდა თუ არა, ვიკაბათოთ ვიბჯელოთ. მაგრამ ტრამპმა დააბრუნა ამერიკის შეერთებული შტატების ის სტერეოტიპი, რომელიც ჩვენი თაობის წარმომადგენლებს ჰქონდათ. ალბათ მაინც ეს უმეტესწილად 98% უკავშირდება მაინც რეიგანს და ნაკლებად სხვათა შორის მამა ბუშს, მაგრამ ოკეი, მამა ბუშსაც და შესაძლოა მანამდელ პრეზიდენტებ ლიდერებსაც კი. რომ აი ამერიკა იქნება ძლავრი სახელმწიფო, რომელიც კარნახობს დანარჩენ სახელმწიფოებს, როგორ უნდა იმოქმედოთ. ეხლა მე ვიკაბათოთ თუ გნებავთ ნენსი როდრიგესი, თუ ტულსი როდრიგესი უნდა დაეტოვებინა თუ არა ვენესუელაში, მე თუ მკითხავ არ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ეს კიდე დინამიკაა, ხო, ვიმსჯელოთ და ასე შემდეგ.
ამერიკაზე, ტრამპის ამერიკაზე არის ასეთი სტერეოტიპი შექმნილი და გამიბათილეთ. არ გამიბათილოთ, რომ მისთვის მთავარი არის ამერიკული ინტერესი. აი დემოკრატია კი მეორე არა, მეხუთე ხარისხოვანი. რაღაცა ლოგიკა ამაში არის. თუმცა ჯეიდი ვენსი რომ ახსენეთ თქვენ 2025 წელს გამოსვლა მისი მიუნხენის კონფერენციაზე, იქ ვიცე-პრეზიდენტი თქოს სხვაგვარ აქცენტებსაც სვამს. მარკო რუბიო სხვათა შორის. მე მესმის რომ აზერბაიჯანთან მიმართებაში დემოკრატიის მაღალი ხარისხის მოთხოვნა ამ ქვეყნისათვის პრაქტიკულად წარმოუდგენელი. არც დემოკრატიის ტრადიცია აქვს, არც ტრანზიციის ტრადიცია აქვს აზერბაიჯანს. პრაქტიკულად საბოლოო ჯამში მესამე ან მეოთხე ლიდერია აბულფაზ ელჩიბეიდან ვიდრე დღემდე თუ არ ვცდები და არ მეშტება თვლაში ალიევი უმცროსი. მაგრამ საქართველოსთან მიმართებაშიც ასეა. აი ამ აქტში და ამ გადაბოლოო გადაწყვეტილებებში ამგვარი რამ არის სამხედრო დახმარებასაც კი ჩვენ დავაფუძნებთ ადამიანის უფლებებს. და ეს ამერიკა რომელიც ჩვენზე ლაპარაკობდა რომ ჩვენზეც არა უბრალოდ ზოგადად ლაპარაკობდა რომ ამერიკის ინტერესი არის the first ხო პირველი და საბოლოო ჯამში ფეხებზე მკიდია ესე გვეგონა რომ ფეხებზე მკიდია შენთან დემოკრატია იქნება თუ ავტორიტარი თუ საერთოდ დიქტატურა აღმოჩნდა რომ საქართველოს ეუბნება ამგვარ რამეს როგორც მივხვდები რომ შენ აზერბაიჯანი ვერ იქნებ აი უკვე მოცემულობაზე ეხლა ამდენი იმდენი იკამათე მაინც ვერ იქნები აზერბაიჯანი, იმიტომ რომ ჯერ ერთი 6 მილიარდი მაქვს ჩადებული თუ მეტი არა, მეორე ხალხასაც თავიდანებოთ. ინტელექტუალური ინვესტიცია მაქვს განხორციელებული 30 წლის განმავლობაში. ხანდახან ცუდად, ხანდახან კარგად. USAID ახურებდა, USAID არ ახურებდა. გამიქე ეს ყველაფერი, მაგრამ ინტელექტუალ ჩემი ტიპები მოდიოდნენ ვაზიანში და შენ, ვაზიანში და საქართველოს და გასწავლიდნენ სროლას. ჯარი მე შეგიქმენი 2000-იანი წლების დასაწყისი. იმ შეხება თუ არა სტერეოტიპი რომ ამერიკა მხოლოდ ამერიკის ინტერესია ორიენტირებული ამ რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში და მითხარით მისი საგარეო პოლიტიკა ამ თვალსაჩინო მიდგომების დაობაზე. ამერიკა ტრადიციულად აქამდე ყოველთვის ასე იყო, რომ მეტიც არა თუ ასე წოდებული soft powers და ბილ ძალას იყენებდა, ეს იქნებოდა ინტელექტუალური თუ სხვა ინვესტიციები, არამედ სამხედრო ძალასაც იყენებდა აქამდე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. ყოველ შემთხვევაში ამას ამბობდა კიდევაც. ამერიკამ ამაზე უარი თქვა და ეს ტრამპამდე მოხდა. ის რომ ამერიკა გადაწყვეტავდა და იქნებოდა პოლიციელი, ის უკვე მსოფლიოს პოლიციელი, ამერიკის მოსახლეობას ეს არ უნდა და ამაში ფულს არ გადაიხდის. რომ ნებისმიერ ქვეყანაში შევიდეს და იქ დაამყაროს დემოკრატია, მაგალითად ვენესუელის მაგალითზე. ეს აღარ მოხდება. ამერიკა ძალით დემოკრატიას არსად არ გაავრცელებს, არც ადამიანის უფლებებს. თუმცა აიღეთ იმდენი თავისუფლება, რამდენიც თქვენ შეგიძლიათ და ამერიკა დაგეხმარებათ ამაში. თუ ქვეყანაში მოსახლეობას უნდა თავისუფლება, ამერიკა იქნება იქ რომ მოგეხმაროთ. თუ თქვენი ხელისუფლება არის ჩინეთისა და რუსეთის მომხრე და თქვენ გემტერებათ არის ირანი და თქვენ გემტერებათ და თქვენ გამოაჩენთ საკუთარ თავს და თქვენ ხართ უკრაინის მოსახლეობა, რომელიც გამოვა და საკუთარ თავს დაიცავს, ამერიკა აღმოჩნდება თქვენს გვერდზე და დაგიცავთ და მოგეხმარებათ. რომ თქვენ აიღოთ იმდენი თავისუფლება, რამდენიც თქვენ გსურთ და რამდენსაც თქვენ მოინელებთ, რამდენიც თქვენ შეგიძლიათ. მაგრამ თქვენ თუ ხართ ავღანეთი და თქვენთვის უცხოა ეს კულტურა საერთოდ რაც არის, ამერიკა აღარ დახარჯავს ამაზე არც დროს, არც თანხას და არაფერს სხვას. თავარია რომ თქვენ არ ემტეროთ ამერიკას. დანარჩენი მოსახლეობის გადასაწყვეტია. ვენესუელაში მე მოვალ და მოგაცილებთ ნარკოტერორისტს, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით ლამის რაკეტები შეიტანა და ნარკოტიკები შემოქმდა ამერიკაში. ამერიკა თავის საქმეს გააკეთებს და დაიცავს, მაგრამ და მოგცემთ საშუალებას იყოთ ჩაატაროთ წესიერი არჩევნები და გადაირჩიოთ ის ხალხი, ვინც არ გინდათ, ვინც გაზით 14 წელია და არ გაძლევთ არჩევნების ჩატარების საშუალებას. როგორც ჯო უილსონმა თქვა, უკანონო ხელისუფლება, უკანონო არჩევნებია, გაძლევთ გამოსწორების საშუალებას მთავრობაო. სადაც პასუხობს რუბიო, აბსოლუტურად გეთანხმებით, რასაც ამბობთ. მათ გვითხრეს, რომ უნდათ გამოსწორება,
ვაძლევთ 90 დღეს. თუ 180 დღეს. 180 დღეს კი და სენატში თქვენ თქვის არ იყოს, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქტი მეგობარი აქტისაგან განსხვავებით გავა. კიდევ ერთი შეკითხვა. ფაქტობრივად მეგობარი აქტში NDA-ს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების დოკუმენტში შევიდა ეს ცვლილება, სადაც მეგობარი აქტი არ შევიდა. პრაქტიკულად ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მეგობარ აქტში ასევე გათვალისწინებული იყო სანქციები, თორე ყურადღება პოლიტპატიმრებზე და რუსეთის აგენტებზე იდენტურად არის გამახვილებული. შესაბამისად, ეს არის უკან დაწეული NDA-ის აქტს შესწორება. გარდა ერთადერთი არის, რომ ჯერჯერობით სანქციები არ არის შეტანილი, მხოლოდ არის დაპირება ან სანქციების, ან სხვა ბერკეტების, რომელიც დასაწყისშივე ვახსენეთ, თუ რა ბერკეტები შეიძლება ქონდეს ამერიკაში. მე საუბრის დასაწყისამდე გითხარით, რომ ჩვენი ინტერვიუ გაგრძელდება 25-30 წუთი მეთქი, უნდა დაგაღალატოთ და უნდა გითხრათ, რომ მეტი გაგრძელდება. არ ვიცი, რამდენად გაქვთ დრო, კიდევ ერთი 25 წუთი დაახლოებით, როგორც მე ვატყობ. გიორგი ერთი კითხვა და მომეთქმარეთ ამ არასწორი. მე არ მიყვარს არანორმატიული ლექსიკით გამორჩევა ხოლმე ეთერში, მაგრამ გიბოდიშებთ თქვენს დამაყურებელსაც პირველ ყოვლისა ამ დებილური აზრის ჩამონგრევაში. აზრის, რომ იცით რა არის? ამერიკის შეერთებული შტატები ლაპარაკობს, პრეზიდენტი ტრამპი ლაპარაკობს აგე სინძინპინთან და მე თუ გავაფორმებ 3000 წლოვანი არა 8000 წლოვანი ისტორიის ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობას თუ დავიწყებ სტრატეგიულს მით უფრო ფისირა საქმეა. უამრავი არ ვიცი, მაგრამ ერთი 37 რთული თანწყობილი წინააღმდება უნდა თქვა, იმიტომ რომ მარტივი წინააღმდება არ ესმით. და კიდე 37 ქვეწყობილი წინააღმდება უნდა მიუმატო და ჯამში 74 წინააღმდება, რომელთა უმრავლესობასაც ვერ გაიგებენ რა ეპატიება ხარს და რა არ ეპატიება იუპიტერს. ან რა ვიცი, სხვა რამე უნდა თქვა, რომ გააგებინო, რომ შტატები კიდე თუ აძლევს საქმე ის თანაბრძოლვარი კი არა, მეტი ძალაა, მეტი power არის. ჩინეთი პრინციპში მას უფრთხის და შენ კიდე ხარ ძალიან დიდი ბოდიში საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე თქვენ სამშობლოზე შემს არ ვლაპარაკობ, მაგრამ ამ კუთხით ბოდიში ცხადია. ხო? ნორმატიული ლექსიკას ვერ ავსდი, არანორმატიულს ვერ ავსდი. პატარა ქვეყანა, წინკიანი ქვეყანა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ლომებში, ვეშაპებში. და შენ ვერ მოგცემ, მით უმეტეს რომ soft power თქვენს მიეხსენებული. ჩინეთს აქვს ისი აწყობილი, რომ შედის ქვეყანაში ვითომ რბილად, თბილად, ტკბილად, ლბილად და პირობითად 17 წლის შემდეგ გეუბნება, რომ იცი რა არის ეს ბიზნესი, ეს სპორტი დაგახილე, ეს სპორტი წაგარჩა. და იქ არის უამრავი მაგალითი, რომელი სპორტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. დამამსხვრევინეთ აზრი იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა შერჩება, ან უნდა შერჩეს, ან კარგია, მოდი სხვადასხვა შევეღალიბეთ საქართველოსთვის, მით უმეტეს დოდის, როდესაც ვილსონმა და რუბიომ და კონგრესმა თქვეს, რომ აქ სახელწოდებაში კი არა რაღაც მე-17 მუხლის, მე-17 აბზაცის ქვემუხლის რაღაცა. სახელწოდებაშია ჩინური გავლენები ხსენებული. კარგი შეკითხვა, აუცილებელი შეკითხვაა და ჩვენ მოსახლეობას ძალიან ჭირდება ამ შეკითხვაზე პასუხი. აქ იგივე შეკითხვა არის, დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას, რატომ არ შეიძლება რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება და რატომ ჯობია ასეთივე დამოკიდებულება გქონდეს ამერიკასთან, ან რა განსხვავება ამერიკასა და რუსეთს შორის? რა განსხვავება ამერიკასა და ჩინეთს შორის? რატომ უფრო რუსეთი უფრო ახლოს არის, ჩინეთი უფრო ძველია და უფრო კულტურულია? ამერიკა საერთოდ არ არის კულტურული და საერთოდ არ იცის რა საკეთებს ან რა უნდა. აქ განსხვავება კონტრშეკითხვა არის ასეთი. მაჩვენეთ ერთი ქვეყანა, რომელიც პარტნიორია რუსეთის და ჩინეთის და არ არის მისი მონა. მე გაჩვენებ ქვეყნებს, რომელიც ამერიკის ვასალიც არის, მაგრამ არიან ქვეყნები, რომელიც პარტნიორები არიან. არის აბსოლუტურად იგივე დამოკიდებულება. ამერიკა ასეთ დიდ სახელმწიფოებთან პატარა სახელმწიფოს ყოველთვის აქვს შანსი, რომ უბრალოდ რისკი, რომ აღმოჩნდეს ვასალი, მაგრამ ეს შენ მხაზეა დამოკიდებული. ისრაელი არ არის ვასალი, ფინეთი არ არის ვასალი. მაგრამ არის ქვეყნები, რომელიც ვასალობენ, მაგალითად პაკისტანი. არა, ისინი ბოლომდე არ ემონებიან, მაგრამ
რასაც იტყვის ამერიკა, აბსოლუტურად ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ, თუმცა დიდი წინააღმდეგობაა თვითონ პაკისტანში. მაგალითად მოვიყვანე, რომელი ქვეყანა ისეთი, რომელთანაც ჩინეთთან არის პარტნიორ დამოკიდებულებაში? ჩრდილოეთ კორეა? ირანი? 90% მისი ნავთობი მიჰქონდა აბსოლუტურად და თლიანად დამოკიდებული იყო ჩინეთზე. რუსეთი? ან მაჩვენეთ ქვეყანა, ვისაც არ ეშინია რუსეთის, არ იარაღდება ჩინეთის და რუსეთის წინააღმდეგ. ატყუილია პარტნიორობის ხელშეკრულება ჩინეთთან და რუსეთთან. შანსი გაქვს ამერიკასთან, არა გარანტია, შანსი, რომ გაძლიერდა და იყო პარტნიორი. გარანტიას არავინ არ გაძლევს. თუ ამერიკასთან თავს დახრი, წამოგაჯდება. მაგრამ ჩინეთი აუცილებლად წამოგაჯდება, თავს დახრი თუ არა. და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შორის, ჩინეთი თვლის საკუთარ პოლიტიკას, გვიანი ქვეყანაა, მოდი ასე ვიტყვი. 40, 50, 60 სინძინპინის ძვლებიც რომ აღარ იქნება მაგ პერიოდისათვისაც კი. გასაკვირველია, კოლექტივები შეაქვს თავის პოლიტიკაში, იმიტომ რომ ტაქტიკა მუდმივად იცვლება, მაგრამ in general ხომ იცის, რომ აი გადავიანგარიშოთ 2076 წლისათვის ან 50 წლის თავზე. პრინციპში სად როგორი უნდა იყოს, ეხა რაღაცა გამოუვა, რაღაცა არ გამოუვა. რამდენად უნდა დარჩეს გლობალურ ძალას, როგორ უნდა დარჩეს გლობალურ ძალას. და პირობითად ვლაპარაკობ, ხო, 2017 წელს, ანუ აი დღეიდან და 11 წლის თავზე. მან შეიძლება ისეთი პირობები წამოგიყენოს ამ ვითომ სტრატეგიულ ურთიერთობებზე დაფუძნებით, რომ აღმოაჩინო, რომ შენ თურმე სუვერენიტეტი, როგორც ასეთი, ამასთან კომუნისტური ჩინეთის სასარგებლოდ, ხო საერთოდ დათქვა, მაგრამ აი კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც არადემოკრატიული ქვეყანა ახდენს ინფილტრაციას, აგენტურისაც და არა მხოლოდ. აი რაღაც ბიზნესებისა და არა მხოლოდ და ამით soft გიპყრობს, ასე უნდა თქვა თქვენის ნებართვით. ირაკლი, დავამატებ, რომ არც ამერიკა და არც ჩინეთი არ მალავს თავის ძრახებს. ისინი ყოველთვის ესეთი მიდგომები ყოველთვის ღიაა და არანაირი დაფარული არ არის. არც რუსეთი არ მალავს. ესეთი ძრახები არ იმალება, ნიღბავს, მაგრამ არ იმალება. ამერიკა ზუსტად თქვა რუბიომ მიუნხენში, რას ელის ის სხვა ქვეყნებისგან. რუბიომ მიუნხენში მკაფიოდ თქვა, გლობალიზმის პერიოდი წავიდა და ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით აქამდე, რაც იყო გლობალიზმი, იყო არა ადამიანური, უბრალოდ ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო, იყო შეცდომა და ის, რომ სახელმწიფოები არ არის აშენებული ნაციონალური ინტერესების საფუძველზე, იყო დიდი შეცდომა. ჩვენ ვიგეუბნებით, რომ ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ამერიკას ნაციონალური ინტერესების საფუძველზე და ვიმეორებ სიტყვით ვიმეორებ თარგმანს. და თქვენც მოგიწოდებთ ყველა დანარჩენ ქვეყანას ააშენეთ თქვენი სახელმწიფოები ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომ თქვენ გენდომებათ, რომ ეს გააკეთოთ, თუ ჩვენი ინტერესები დაემთხვევა ძალიან კარგი, თუ არ დაემთხვევა, ამისთვის არსებობს დიპლომატია და რაღაცას მოვილაპარაკეთ. ეს არის სიტყვით. გითხრებით აბსოლუტურად, ოღონდ ამბავიც ის არის, რომ ააშენეთ თქვენი ქვეყანა, თქვენი ნაციონალური ინტერესების საფუძველზე, ოფიციალურ ქართული ოცნების თბილისში ინტერპრეტირდა სულ სხვაგვარად. ანუ ღირებულ მესიჯი, ან შეიძლება კონცეფცია, რომელიც ისმის ვაშინგტონიდან, თბილისმა გაიგო მხოლოდ იმ არასწორი ინტერპრეტაციით, ის სათავისოდ მოირგო. და დღენია და გამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ აი მეც ვაშენებ ნაციონალურ ინტერესზე. არა, მათ გარკვევით უთხრეს, ისინი არ წარმოადგენენ ქართულ ნაციონალურ ინტერესებს, ისინი არ არიან ლეგალური მთავრობა. არჩევნები გაყალბებულია. თქვენს შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში, გაქვთ 180 დღე, რომ გამოასწოროთ თქვენი საქციელები, რადგან თქვენ არ წარმოადგენთ თქვენ ქვეყანას. არჩევნები არჩეული მთავრობა წარმოადგენს ქვეყანას. ითქვა შესაბამისად 180 დღეში, თუ მე ბიზნე ივანიშვილი არ გამოვასწორებ და ოჭებში ეთყობა ბიზნე ივანიშვილს, რომ არ გამოვასწორებს ოცხოში მოცემულობებზე რა ბერკეტები აქვს შეერთებულ შტატებს. კლასიკური პასუხი თქვენი იქნებოდა ამგვარი. სანქციები თქვენ არ იცით, უნდა პასუხოთ სავარაუდოდ. კარგი არის კლასიკური პასუხი მაქვს. მითხარით. ზუსტად ის რითაც თქვენ დაიწყეთ. ტრამპის ერთი ტვიტი ეყოფა ყველაფერს. საქციელს გამოისწორებს?
ტრამპის ერთი სერიოზული ტვიტი, რომ ხელისუფლება, რომელიც არის ჩრდილოვანი და არ იმართება არჩეული მთავრობის მიერ, არამედ იმართება ჩრდილოვანი ადამიანის მიერ, რომელიც არჩეული არ არის, არალეგიტიმურია. მე დავითვალოთ, რამდენ საათში აღარ იქნება ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში. და მე დავითვალოთ, რამდენ წუთში არ იქნება ხელისუფლება სამთავრობო სახლში. ერთი კითხვაც უღონს უფრო გლობალურად და ამ შემთხვევაში ირანზე. აი, მოდით ახლა მაინც და მაინც ოპონირებას კი არ ვეცდები, მაგრამ მაინც გამარკვიეთ 3 წუთის, 5 წუთის განმავლობაში რა უნდა შეერთებულ შტატებს ირანში. იმიტომ რომ მე თუ გეტყვით, რომ ოპერაცია დაწყებული რამდენიმე ხნის წინ, კლად ბოლომდე წარმატებული არ არის მეთქი, თქვენ შესაძლოა მე კაბათოთ და შესაძლოა დამამარცხოთ კიდეც ამ კაბათში, მაგრამ ფაქტია, რომ მოცემულ ეტაპზე ატომური ბირთვული პროგრამა ირანისა შეჩერებული და მტვერი წაღებული არ არის ეს ერთი და ორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოდი მაინც ასე ვიტყვი განსხვავებული მიდგომები არ განსხვავებული ინფორმაცია ვინ აკონტროლებს და საბოლოო ჯამში ნავთობი უნდა თუ ირანის დემოკრატიზაცია ხალხს უნდა და მართლა რამდენი 40,000 კაცი დაიხოცა იანვრის თვეში ხო უნდა და ან იყო ალი ჰამინეის განადგურება ლიკვიდაცია იმას რომ მომრგვალებული მის კალკულეიშნს ხო არ ქონდა ადგილი ნაწილობრივ მაინც აი რაღაც ისეთი კითხვები მაქვს რომელიც ერთ კითხვაში ესადე კითხვების გაერთიანებას ირანს მდგომარეობა ბუნდოვანიც არის და ცხადიც ბუნდოვანი არის ის რომ როგორც ჩოულია ტრამპს დღეს ერთ ჩემ პოსტში ნაცერქეკია დავარქვი ტრამპს იმ გაგებით რომ მტვერის და ბოლის დაყენებაში მას ბადალი არ ყავს და თუ დევი ხარ ვერ არ მით უმეტეს დევისთვის ძნელი გასარკვევია ეს მართლა ქვისგან დამდგარი მტვერია თუ ნაცარია უბრალოდ და ამასობაში ჩვენც ვიბნევით ეს მართლა ნაცარია თუ ქვისგან დაყენებული მტვერია რა უნდა ამერიკაში ამერიკამ ნამდვილად თქვა ოფიციალურად ის რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ატომური იარაღი მარტივად შესაბამისად არც ბალისტიკური პროგრამა ამერიკას უნდა კარგი სავაჭრო ურთიერთობა და კარგი ურთიერთობა ირანთან როდესაც მას არ აქვს ატომური იარაღი სხვათა შორის რუსეთთანაც იგივე უნდა არ უნდა იყო აგრესორი და უნდა დაანებო ომს თავი და მერე გვექნება ურთიერთობა სტეპ და ისე ვიღაც დაუბრუნდეთ სტეპ ბაი სტეპ მივდივართ მიდის შემთხვეული შტატები აქამდე ძალიან ნელა უფრო ნელა ვიდრე მე მინდა და თქვენ იმიტომ რომ გარკვეულწილად შეიძლება ასე იყოს რომ არასო კალკულაციას ქონდა ადგილი მის კალკულეიშნს ქონდა ადგილი არ ამგონი ჯერჯერობით არაფერი ფეხს წაცდომა არ არის და ისეთ მე ყოველ შემთხვევაში თუ ვინმე მომეშველება და დამანახებს სერიოზულად მაგრამ ისეთი რომ აი უკან დახევა მოუწია ან გადახვევა მოუწია მარტივად ვცდილობ ხოლმე ადამიანებისთვის ავხსნა ახლობით ქუჩურ სიტუაციაში ეს ისეთ რაღაცას გავს ეს სამხედრო სიტუაცია, როდესაც მეორე მოწინააღმდეგეს მოერევი იღლიაში ყავს თავით და ჯერჯერობით კისერს არ უტეხავ. იმიტომ რომ დანარჩენ ბიჭებს ევაჭრები, მოუტეხო თუ არა. ეს მის გიორგი ერთი კითხვაც ამჯერად უკრაინაზე. 2022 წლის, ასე მაგალითად 25-ან 26 თებერვალს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კი არ ვიცნობდით იმ ხანად ერთმანეთს, მაგრამ მე რო ჩამეყინა თქვენი Facebook-ისთვის, თქვენ იქნებოდით, მიუხედავად იმისა, რომ ის რაც მოხდა, საშინელება იყო რასაკვირველია, შეჭრა ამასთან არაპროვოცირებული შეჭრა, დიპლომატიურ ტერმინებს მოვიშვენიეთ თქვენის ნებართვით. არაპროვოცირებული შეჭრა კიევზე თავდასხმა მერე უკვე ბუჩა, ირპენი, კატასტროფები ხდება. მაგრამ თქვენ ოპტიმისტი კაცი იქნებოდით ოპტიმისტურად და 25-26 თუ მარტის თებერვალს თუ მარტის დასაწყისში ეკნებოდა ამგვარი სტატუსი Facebook-ზე გამოქვეყნებული 1000 გულისხმობ რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ალბათ როგორც ყველა ადამიანს ყველა ემოციურ ქსოვილს გვაქვს ჩვენი ჩავარდნები. პირობითად ივნისში მე ან თქვენ ხო შეიძლებოდა შეგვეკვავოდა თუ რა მოხდა იქ რაღაც განსაკუთრებულად მძიმე. მაგრამ ივლისის დასაწყისში გამოვისწორებდით უთუოდ ხასიათს, იმიტომ რომ ვართ ესეთები მუდმივად მომავალზე ორიენტირებული. მაგრამ უკვე ახლა 2026 წლის დასაწყისიდან და აგე ზამთარი რო გადაალახა უკრაინა მით უფრო მას შემდეგ უკვე ახლა მე მგონი რომ ჩვენ პესიმიზმის საფუძველი არ ნაკლებად გვაქვს. წარმოუდგენელ სვერპლის ფასად გავიგე სვარაკად შესწირა მსოფლიო უსაფრთხოებას საკუთარი თავი გავიგე
200 წლიანი პერსპექტივიდან რო გადმოხედო, პატივისცემა ყველა დაღუპულის მიმართ რასაკვირველი დაუფლება მაქვს, მაგრამ რო გადმოხედო აქ რაოდენობაზეც არ იქნება, აქ ისტორიულ ამბავზე იქნება მე საუბარი და ასე შემდეგ. რა მდგომარეობაშია უკრაინა ახლა და რამდენად ელვისებური სისწრაფით იწყება კონკრეტულად ფრონტის ხაზების განვითარება თუნდაც, მაგრამ მაინც და მაინც უფრო სტრატეგიულად ვიჩელობ, მაინც და მაინც კონკრეტულად რაღაც ფრონტის ხაზები არ მაინტერესებს ყირიმის ხიდთან ნახეთ. რამდენად ელვის სისწრაფი ხდება რუსეთის დამარცხება და დამარცხება პირველ ყოვლისა მითისა, რომ რუსეთი არის უკაცრავად რუსულისთვის вторая армия, второе государство. არ არსებობს რა второе государство იმისთვის მასთან შედარებით პაწაწკინტელა უკრაინისთვის ვერაფერი დაუკლია. მოდით მოვიშველიოთ ისევ რუბიოს სიტყვები, რომელიც მან ჯო ვილსონთან ერთად იგივე კონგრესში, ჯო ვილსონს საუბრებოდა, ის სხვა კონგრესმენს ელაპარაკებოდა, მაგრამ ზუსტად მაშინ ახსენა და აღწერა უკრაინის სიტუაცია. ჯერ აღწერა იმით, რომ ამჟამად ფრონტის ხაზზე რუსეთს ჯერ საერთოდ პირველი ომიაო ახსენა, რომ სიკვდილიანობით რუსულ ჯარს, არამედ მთლიანობაში, იმიტომ რომ ტრამპს უყვარს ხოლმე ხშირად საუბარი, რომ აი ადამიანები ორივე მხარეს იხოცებიან. რუბიომ აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარს დახოცილი უფრო მეტი ყავს, ვიდრე დაჭრილი. და ეს პირველად მოხდა საერთოდ მსოფლიო ომების ისტორიაში. უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის და თქვენ შეკითხვაზე პასუხად მან აღნიშნა, რომ რუსეთში უკვე ყველა მიცის, თუ ყველამ არა გენერლებმა და ხალხმა, ვინც ომს წარმოებს და ალბათ პუტინმაც, რომ ის გეგმები, რომელიც ჰქონდათ ომის დაწყების წინ არათუ არ აღსრულდება, არამედ ხას უსვამ ეხლა ამ სიტყვას, ის წინადადებებიც კი, რომელიც მოიტანეს ამჟამად მოლაპარაკებებზე შესრულებაში, ისიც არ ასრულდება. არ უნდა საუბარი იმაზე, რომ დონეცკი გადმომეცით, იმ თორემ წავიღებთ ან რაღაც მსგავსი საუბრები, ისიც კი აღარ არის და ვერ იქნება, უკვე რუსეთმაც იცის, რომ ის სამხედრო გზით არ მიიღწევა. შესაბამისად, ამერიკამაც იცის. და შესაბამისად, არავითარი დათმობა ამ ტერიტორიებზე საუბარია არა თუ არც მაშინ არ იყო, თუ იყო, ეხლა მით უმეტეს აღარ არის. რამე ციფრი დამისახელეთ, აი რაღაც 97 ან 114, მითხარით ნებისმიერი ციფრი. ნებისმიერი. 97 ჯერ შემილია გამაგნიტიკო ეხა პრეზიდენტი ბაიდენი. 61 რო გეთქვათ უფრო რელევანტური იქნებოდა 61 მილიარდი. 61 მილიარდი გამახსენდებოდა და გეტყვით რა ასკულისყო. პრეზიდენტი ბაიდენი 97 ჯერ გავაკრიტიკებთ, 197 ჯერ თუ 61 ჯერ, ხო, ისეთი იყო როგორიც იყო. ის წვალობდა ამ ოპტიმისტური შეფასებით, ამ პოზიტიური შეფასებით 44 მილიარდი გირჩებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და 17 მიდიოდა უშუალოდ უკრაინისათვის. წვალობდა გაიჭედა მერე კონგრესი, სენატი, დიდი ამბები, გვახსოვს ეს 10-11 თვიანი ეპოპეა, ვიდრე არჩევნებამდე, ნოემბრის არჩევნებამდე ხდება ეს. პრეზიდენტი ტრამპი სხვა გზით წავიდა. ანტიტრამპისტებს ხშირად ტრამპ აღრენილებს უწოდებენ ხოლმე, მეგობრοι თქვენც გამორიჩევით ამით. ტრამპ აღრენილებს ანტიტრამპისტებს აქვთ ერთი მათეული გაგებით სერიოზული არგუმენტი ტრამპის წინააღმდეგ და ამბობენ, რომ იცი რა არის, ამერიკა სულაც არ აფინანსებს, არ ეხმარება უკრაინას. ამათთან ტრამპ აღრენილებთანაც ანტიტრამპისტებთანაც უნდა თქვა რაღაც 15 წინადადება წარმოთქვა, რომ აი როგორ არ აფინანსებს და მე გაქვთ ესეთი არგუმენტი, საყოველთაოდ ესეთი საფუძვლიანი მე ვიტყოდი, რომ პირდაპირ ხო აღარ აფინანსებს. ძმაო. მე უნდა უთხრა, რომ რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ უნდა უთხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ აფინანსებს. სხვათა შორის პირდაპირ არ აფინანსებს, იმიტომაც რომ ისე არ გაიჭედოს ამბავი. როგორც გაიჭედა იმ 61 მილიახსენებული მილიარდის, როდესაც არ ვიცი, რაოდენობრივად პირობთ 51-მა სენატორმა, ხო? თქვა რომ არ მაინტერესებს ახლა, იმიტომ რომ ეხა ეს ხო არ არის გამარჯვების გეგმა, კაცო. ეს არის გადარჩენის, მე გამარჯვების გეგმა მომეწი. ერთ-ერთი არგუმენტი ეს. მოკლედ, სად არის შეერთებული შტატები ახლა უკრაინის კონტექსტში? და აქვე გამიერთიერეთ თქვენ ნებართვით პასუხი კითხვაზე, ატომური იარაღი ევროპაში. ამერიკული ატომური იარაღი, რამდენად ცნობილია, აი ესე რომ ავიღოთ, ეს უკრაინის დროშის ფერებია, ხო, რუსეთთან და უკრაინასთან არა,
რუსეთთან სულ უფრო ახლოს მიიწევს. მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც სტალინში განთავსდება და პეტერბურგელები გაიქცევიან, მაგრამ სულ უფრო ახლოს მიიწევს ეს ატომური ბირთვული ქობინები და ესეც ამ საკითხის მიპასუხეთ გთხოვთ. განსხვავება ალბათ შედარებითი განსხვავება ყოველთვის უფრო ადვილია და უფრო ადვილად ხდის საშუალებას, რომ სიმართლე დაინახოს თუ სად არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის არც ისე იოლია ხოლმე. განსხვავება არის რა მიზნები ჰქონდა ბაიდენის ხელისუფლებას, ამერიკის ხელისუფლებას და რა მიზნები ჰქონდა, რა მიზანი აქვს დღეს ტრამპის ხელისუფლებას და ორივე ფართოდ გაცხადებული და არაფერი დამალული ამ საკითხში არ ყოფილა. ბაიდენის ხელისუფლებას ჰქონდა მიზანი, რომ უკრაინას არ წაეგო. ეს კარგად გასააზრებელია, იმიტომ რომ უკრაინის არ წაგება არ ნიშნავს უკრაინის მოგებას. კი ბატონო. არ წაგება ნიშნავს, რომ უკრაინამ არ წააგოს. თუმცა თუ გაიხსენებთ ბაიდენის გამოსვლას ზუსტად ერთი კვირით ადრე, ან ორი კვირით ადრე, სანამ ომი დაიწყებოდა, ბაიდენმა სიტყვით თქვა, არაუშავს ახლა ცოტა ტერიტორიას წაიღებს. გამახვილა რა ყურადღება. მცირე შეჭრა არაუშავს, არაფერი. მცირე შეჭრა არაუშავს, ახლა მაგას გადავიტანთ როგორმე. დაახლოებით ესეთი სენტენცია იყო. ეს იყო ობამას პოლიტიკის, ის ობამას ადმინისტრაციის პირობებში ვიცე-პრეზიდენტია. ის არის ერთი ვერსიით გადატირს რეზეტის ღილაკის იდეის ავტორი და ეს იყო ობამას პოლიტიკის გაგრძელება. ყირიმში სწორედ ობამა და ეს პრაქტიკულად არასტურებული ამბავია. ობამა არის მათ შორის პირველი, ვინც ითხოვს, რომ წინააღმდეგობა არ გასწიოთ გაივლის წლები და პრეზიდენტი ტრამპი მე მაინც გონია რომ გადაჭარბებულად უსაყვირთებს კონკრეტულად პრეზიდენტ ზელენსკის, რატომ არ შეეწინააღმდეგეთო ზელენსკი იმხანად საერთოდ პოლიტიკოსი იდენტობა არა. უკრაინა არ შეეწინააღმდეგა, იმიტომ რომ ტრამპის წინამორბედის ესე გამოდის, ხო? უკაცრავად 44 ლიდერი იყო წინააღმდეგი 2 წლით ადრე, ვიდრე ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში. კარგით, უკაცრავად შეგაწყვეტით, უბრალოდ ავხსენი რა. განსხვავება მესმის გეთანხმებთ რაც ბრძანეთ, განსხვავება ტრამპის ხელისუფლებაში მე ვერ დავიჩემებ ყოველ შემთხვევაში, ვითარებად სვალებადია და შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ტრამპის მთავარი მიზანი არის ომის შეჩერება. ნამდვილად ვერ დავაბრალებ, რომ გინდა თუ არა უკრაინამ გაიმარჯვოს და მოსკოვამდე ჩავიდეს ჯარებით, ეს იყოს ტრამპის სურვილი. მაგრამ ტრამპის მიზანი განსხვავებით ბაიდენისგან არის ომის გაჩერება. როგორ გაჩერდება ომი, ეს უკვე ნაწილობრივ უკრაინაზეც არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებული. თუ უკრაინა იტყვის, რომ მე ომს გავაჩერებ, კიევს ჩავაბარებ სიტყვაზე, რა თქმა უნდა, ეს არაა და ამით გავაჩერებ ომს. და ლვოვში გადავალ ხელისუფლებით, კი ბატონო, ტრამპი არ იქნება წინააღმდეგი. ნამდვილად. უკრაინა ამას არ იტყვის და უკრაინა მაგრამ უკრაინა ხო ამას არ იზამს. შესაბამისად ტრამპსაც აქვს რეალობასთან შეხება და იცის რომ ეს არ მოხდება. ომი არ გაჩერდა. ნახეთ ერთ წელიწადში როგორ განვითარდა სიტუაცია. ომი არ გაჩერდა ძირითადად და მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ რუსეთმა არ გააჩერა. რაც არ უნდა თქვას ტრამპმა და ორივე მხარე იბრძვის, ძალიან კარგად იცის ამერიკულმა მხარემ, რომ ომი არ გააჩერა. რუსეთმა. რუბიომ თავის გამოსვლაში თქვა, ჩვენ ვართ ამ საკითხში მედიატორები, თუმცა ჩვენ ვართ მიკერძოებული მედიატორები. ჩვენ არა ვართ ნეიტრალური მედიატორები. ჩვენ ვასანქცირებთ რუსეთს და იარაღს ვაძლევთ უკრაინას. განმარტავ რა არის იარაღის მიცემა. ანუ ოდნავ მოგვიანებით, იმიტომ რომ ესეც აუცილებელია ჩვენ მოსახლეობამ იცოდეს, იმიტომ რომ ისტორიის ოდნავ ისტორიის პატარა გაკვეთილია საჭირო რა არის ომში იარაღის მიცემა ზოგადად და რა იგულისხმება იარაღის მიცემაში. ან ჯარით დახმარებაში. ყოველ შემთხვევაში რუბიომ თქვა, რომ ჩვენ არა ვართ მიკერძოებული, ჩვენ არა ვართ ნეიტრალური, ჩვენ ვართ მიკერძოებული. ჩვენ და იხმარა ეს სიტყვა, ჩვენ ვართ უკრაინის მხარეს. შესაბამისად, ომი უკრაინა არ წააგებს და ჩვენი მედიატორობა არის უკრაინის მხარეთ განპირობებული. ეხლა პატარა ისტორიული გაკვეთილი იმათთვის, ვინც ამბობს, რომ ტრამპი იარაღს არ აძლევს. უფასო ყველი არის მხოლოდ სათაგურში. უფასო ფული არის მხოლოდ ბიზნეს ბანკში. ესეთი რამეები მსოფლიოში არ არსებობს. იარაღი, რომელსაც ბაიდენი აძლევდა უფასოდ, 61 მილიარდი, რაც იყო, რა იარაღიც იყო, ყოველთვის მოდიოდა ან შეზღუდული, ან განსაზღვრული, ან გეოგრაფიულად შეზღუდული რაოდენობით. ზუსტად იმ მიზნით,
რომ უკრაინას არ წაეგო. თუ საჭირო იყო 400 ჰიმარსი, რომელიც ჰქონდა ამერიკას, იძლეოდა 4-ს. თუ საჭირო იყო 1000 ატაკამსი, იძლეოდა 100-ს. თუ საჭირო იყო რომ დაერტყათ ვოლგოგრადისთვის ან სხვა ვლადიკავკაზისთვის, აძლევდნენ მხოლოდ კურსკის რეგიონს, რომელიც ესაზღვრება სიტყვაზე უკრაინას, არ მახსოვს, შეიძლება მეშლება. მაგრამ მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით. ეს იყო ფეხ შეკრული, ერთი ფეხი და ერთი ხელი შეკრული უკრაინა იყო ის ფასი, რასაც ამ ნაჩუქარ ბჭყალებში იარაღში იძლეოდნენ. დღეს ეს იარაღი ნაჩუქარი არ არის. იარაღი, რომელიც გადაეცემა უკრაინას, არის ნაყიდი. უკრაინა ამიარავს, ხმარობს ჰორნეტის ამერიკული დრონები ფრინავენ ყირიმში, ამერიკის გაკეთებული F-16-ები ბომბავენ რუსეთის ვერტმფრენებს და აეროდრომებს. ეხლა ისტორიული მაგალითები. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეები იყვნენ კანადა, ამერიკა და ბრიტანეთი. ბრიტანეთმა აიღო ვალი, რომ იარაღი ეყიდა და ეკონომიკა ეწარმოებინა. ბრიტანეთმა მეორე მსოფლიოს ვალი კანადის და ამერიკის გადახდა დაამთავრა 2006 წელს. და დახმარება და ზოგიერთი კუნძული, რომელიც ბრიტანეთს ეკუთვნოდა ატლანტიკის ოკეანეში, პირდაპირ გადაეცა ამერიკას როგორც საჩუქარი, როგორც ფასი დახმარების. ქართული ჯარი, რომელიც ბიზანტიაში ჩადიოდა ბიზანტიის იმპერატორის დასახმარებლად, ჩამოდიოდა ძალიან დიდი ფულით და აგებდნენ მერე ამ ფულით მონასტრებს. დახმარება სამხედრო მსოფლიოში უფასო არ არსებობს და დახმარება ითვლება ის, როდესაც შენ ომში ეხმარები ერთ-ერთ მხარეს. ფასით. ყველა დახმარებას ყოველთვის ფასი აქვს. მაგრამ ფაქტი ის, რომ შენ ომში ვიღაცას რომელიმე მხარეს ეხმარები, ეს არის უზარმაზარი დახმარება. ის, რომ ჩვენ იარაღი გჭირდებოდა 2008 წელს არსად არ იყო. არც ამერიკა გვეხმარებოდა მაინდა-მაინც იმ მომენტში, გარდა ერთი მომენტი, როდესაც რუსეთი უკვე შემოვიდა, მაგრამ ამერიკის პოლიტიკა ზუსტად ასეთი იყო, ნუ გააღიზიანებთ რუსეთს, ნუ ებრძვით. ანუ ისიც არ იყო დახმარება, ჩვენ რო იარაღს ვეძებთ და არ გვაძლევს, ეს არ არის დახმარება, მაგრამ იმ მომენტში, რომ ჩვენ საყიდლად დავდიოდით, 2008 წელს ჩვენი ხელისუფლება მანამდეც, რომ შეარაღებული იყო ქართული არმია, საყიდლად დავდიოდით, მაგრამ არ გვეხმარებოდა ჩვენი მოკავშირეებიც მათ შორის. ეს არის სწორედ არ დახმარების მაგალითი. ჩვენ ყიდვა გვინდოდა, როდესაც ბლოკავენ იარაღის ყიდვაში ან გზღუდავენ, ეს არ დახმარებაა, მაგრამ როდესაც გაძლევენ საშუალებას შეუზღუდავად იყიდო უნიკალური იარაღი, რომელიც არავის არ აქვს, იქნება ეს პატრიოტის, სტარლინკი ან სხვა, ეს არის დახმარება. და ამაში თუ ფულს იხდი, ეს მაინც ითვლება უდიდეს დახმარებად. ეს არის დახმარება. დამეთანხმებით გიორგიო, მოცემულ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ომის დასრულებით ისიც იყოს დაინტერესებული, პუტინს გულისხმობ, აი დასრულდეს ომი. ამ პირობებით ომის დასრულება სწორედაც რომ პუტინს და უფრო პუტინს არ აწყობს. იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული SVO-ს ფარგლებში დასახული ამოცანებისათვის რუსეთს არ მიუღწევია, ეს ერთი. მეორე, მოუტრიალდება მისივე ჯარი ამ თეორიის თანახმად. და ეთქვის, რომ კი მაგრამ, აი მაგალითად გუშინ არმიდა შემიშალოს 1400-მდე ჯარისკაცი დაეღუპა. სულ დასტურდება ის, რომ წყობრიდან გამოსული მცირესი ნაწილი ნაკლები და დაღუპული მეტი, რუბიოს თქმის არ იყოს, არის 1,350,000 წარმოუდგენელი რაოდენობა საბოლოო ჯამში, ხო? ეს ვის რომ მეორე მსოფლიო დიდ სამამულო ომად წოდებულში იქ რაღაც 10 მილიონებზეა საუბარი, მაგრამ ახლა როცა ტექნოლოგიო დრონებისა და რაღაც კოსმოსური ომების ეპოქის დასაწყისია, ხო ადამიანები ნაკლებად უნდა გიკვდებოდეს და ერთლანდელი 1,350,000 ვინც ის და მეორე მსოფლიო ომის არ ვიცი 13 მილიონს თუ 26 მილიონზე მეტიც არის რაოდენობრივად არა უბრალოდ რაღაც კონცეპტუალური შეფარდება შედარებით. მოკლედ პუტინს არ უნდა ომის დასრულება, არ შეუძლია. მაგრამ ეს უსაშველოდ არ შეიძლება გაიცემოს. როგორ ხედავთ და პრაქტიკულად ეს არის ბოლო კითხვა ჩემი, მოსაბჭოთა სივრცეს after მაგალითად 5-10 წელი. ეს არის თავისუფლების კუნძულები, რომლებიც ინტეგრირებულნი არიან, არ მინდა თქვა, რომ ევროკავშირის დასავლურ სივრცეში უკრაინა არის მაგალითად. საქართველოს სომხეთი არის თუ არ არის, არ ვიცი, მიგითხოთ, მიბჭენოთ ამ თემაზე.
და როგორ ხედავთ რუსეთს პოსტპუტინისტურ ეპოქაში. თუ მეტყვით რომ დემოკრატიული იქნება რუსეთიო, მაშინ გეტყვით რომ ეს შენ ბოლო კითხვა არ არის და ბოლოს წინა კითხვაა და მე დავისხებ დამაც და კიდე რა ვიცი. კიდე 27 წუთი ვილაპარაკოთ თქმა. მითხარით როგორ განვითარდება თქვენი ეულია წარმოდგენითი მოვლენები პროცესები. ასეთი უფრო ფანტაზიის სფეროშიც გადავდივართ და უფრო სურვილების სფეროში გადავდივართ. ფაქტია რომ შესუსტებული, უკვე შესუსტებულია. ამერიკა არ იქნება დაინტერესებული მთლიანად დაიშალოს და რაღაც ქაოსი მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე. აქამდე ამაში დაინტერესებული იყო რომ იყოს ან თუნდაც ბაიდენის ან ამერიკის და ტრამპის ხელისუფლება ეს უკვე მოხდებოდა. ძალიან შესუსტებული ალბათ იქნება ეს მარტივი პასუხია. საქართველოს გაგებით და მნიშვნელობით ეს არის ჩვენთვის ფანჯარა, რომელიც ერთხელ გაგვეხსნა, ორჯერ გაგვეხსნა, პირველად 2018 წელს, 21 წელს, 1921 წელს, მერე 1991-ში და ახლა 2026-ში. ახლობით მესამეჯერ გვეხსნება ფანჯარა, რომ ძალიან შესუსტებულ რუსეთის პირობებში კონდეს საშუალება დიდ უპირატესობას მივახციოთ და თუ გნებავთ კლანჭებიდანაც დავახციოთ თუ ეს მხატვრული ფორმა უფრო მარტივად შეესაბამება ფანტაზიას და ოცნებას, ვიდრე სხვანაირი აღწერა. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გიორგი ბარამიძე იყო ჩემი სტუმარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კაცი რომელიც პოლიტიკით დაინტერესებულია და ძალიან აქტიურია სოციქსელშიც არა მხოლოდ სოციქსელში, ის არის გამახსენეთ ორგანიზაციას რა ქვია ალიანსი საქართველოსა და ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსი. ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, კაცი ემიგრანტი, მაგრამ კაცი აქტიური და კაცი რომელიც ფიქრობს, მოქალაქე რომელიც ფიქრობს საკუთარ სამშობლოზე, ფიქრობს და იღწის კიდეც. გიორგი ბარამიძე წარმატებას გისურვებ, დიდი მადლობა და გამარჯობა თქვენ. მადლობა. კარგად. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.